4დღიანი აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ხაშურისა და სურამის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა სასმელ წყალს კი სტიქიის შედეგად დაზარალებულები ხვალ მიიღებენ. ზარალის აღმოსავლეთ თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. რაც შეეხება დამატებით ხარჯებს, ის პრეზიდენტის ფონდიდანაც გამოიყოფა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრა ქვეყანას 14 მილიონი ლარი დაუჯდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია სახელმწიფოს 14 მილიონი ლარი დაუჯდება. პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თავდაპირველად 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა რიკოთის უღელტეხილზე გზატკეცილის გაჭრამ და ხელოვნური ნაგებობის აშენებამ თანხა 4 მილიონი ლარით გაზარდა. ფინანსთა მინისტრს ვესაუბრეთ, უკვე წყაროებიც მოვძებნეთ, ვარაუდობთ, რომ მთლიანად იმ კვანძის გათვალისწინებით რომელიც რიკოს უღელტეხილს დასაწყისში იყო, ჩვენ ვიცით, რომ გზატკეცილი გავჭერეთ და ხელოვნური ნაგებობა შევქმნით, წყალი რამაც არის და ამრუდების გათვალისწინებით აბსოლუტურად ვთვლით, რომ ეს თანხა 10 მილიონი, ალბათ 4 მილიონით კიდე გაიზრდება. 500 დაზიანებული სახლის სურამში და 1000 ხაშურში. სტიქიის შედეგად აქ კომუნიკაციები სრულად მოიშალა. 4დღიანი შეუფერხებელი სამუშაოების შემდეგ ხაშურისა და სურამის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიამ სურამში გაზის ცენტრალური მილები დააზიანა. გაზიფიცირების სისტემის რეაბილიტაცია აქ მხოლოდ 1 თვის შემდეგ დასრულდება. სასმელის წყლის მიწოდება კი დაზარალებულებს ხვალიდან აღუდგება. შესაბამისი სამსახურები რეგიონის ყველა დაზიანებული სახლის წყლისა და ინერტული მასალისაგან გაწმენდას აწარმოებენ. ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად აღდგენილია როგორც ხაშურში, ასევე სურამში. ყველა აბონენტს მიეწოდება უწყვეტელი ელექტროენერგია. გაზმომარაგება აღდგენილია უკვე ხაშურში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა სურამში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გასადენები არის წაღებული. შესაბამისად, რამოდენიმე ძირითადი გადასასვლელი მდინარე სურამულაზე პრაქტიკულად აღარ არსებობს და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეფასება ამჟამად მიმდინარეობს. ბიუჯეტი არსებობს, მათ შორის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ ნორმალიზაცია სიტუაციის. ანუ სახსრები არის და სახსრების გამოყოფა იქნება ადეკვატური იმ ზიანისა, რომელიც არსებობს იმ რეგიონში. სტიქიის დაზარალებულ ზონაში გზის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დედაქალაქიდან ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული. აქ 424 ერთეული მძიმე ტექნიკა და 1400 ადამიანი სამთვლაში მუშაობს. ცენტრალურ მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა სტიქიამდელ რეჟიმს 10 დღეში დაუბრუნდება. პარალელურად სამუშაოები უბნების დამაკავშირებელი ხიდების აღსადგენადაც მიმდინარეობს. დღეს მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაორმა მინისტრებს კონკრეტული დავალებებიც მისცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სურამში და ჩუმათერეთში მოსახლეობას აღუდგეს საცხოვრებელი პირობები, იმიტომ რომ იქ რაც ჩვენ ნახეთ, რეალურად შეუძლებელია გაჩერება და მაქსიმალური მობილიზაცია მინდა გამოაცხადოთ ყველა იმ ადამიანის და კომპანიის, რომელიც იქ მუშაობს, იმისათვის რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იქ გადაწყვეტეს. ზარალის ლიკვიდაციისთვის დამატებითი თანხები პრეზიდენტის ფონდიდანაც გამოიყოფა. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა. მარინა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ შემდეგი გართულებების თავიდან ასაცილებლად სამთავრობო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენი ამოცანა ახლა სახელმწიფო უწყებათა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი უწყებების კოორდინირებული მუშაობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოვლენათა შემდგომი გართულება. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და იმ შემთხვევაში, თუ კი საჭიროება და აუცილებლობა მოითხოვს, დამატებითი სახსრების, დამატებითი ფინანსებიც იქნება ამისათვის გამოყოფილი და ამისათვის მზად არის როგორც საქართველოს მთავრობა, უფრო კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტის ფონდიც. ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას რეგიონების გუბერნატორებთან გამართავს. ნიკა გილაური მათთან ერთად რეგიონებში არსებულ პრობლემებს განიხილავს. შეხვედრას ფინანსთა მინისტრიც დაესწრება.